ბოტანიკურ ბაღთან დაჭრილმა ლუკა ჩანქსელიანმა პირველი ჩვენება კურიერს მისცა 16 წლის მოზარდი ხელს მის თანატოს ბაჩო სირაძეს ადებს. ჩვენებების მიხედვით სწორედ სირაძე მისროლა იარაღით, რომელსაც ნიკა ჩანქსელიანი ადგილზე ემსხვერპლა, მეორე ძმა კი მძიმედ დაიჭრა. ლუკა ჩანქსელიანი დეტალურად აღწერს რა მოხდა იმ დროს აბანო თუბანში, თუმცა არსებობს სხვა ჩვენებების, რომელთა მიხედვითაც დანაშაულის ადგილზე სხვა პიროვნებაც ისროდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილ ბაჩო სირაძეს 66 სკოლის მოსწავლეს უკვე წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლევან ჯორბენაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებული, ჩვენ მაინც მოვახერხეთ დაზარალებულთან და უკვე ბრალდებულთან გასაუბრება. რაც შეეხება სირაძესთან შეხვედრა იყო ძალიან რთული, რადგან ღუდუშაურის კლინიკაში მასთან ჯერ კიდევ ბადრაგი მორიგეობს, თუმცა მისი ოჯახის დახმარებით ჩვენ მაინც მოვახერხეთ პალატაში შესვლა და მობილური ტელეფონით კადრების გადაღება და მცირე ინტერვიუს ჩაწერა. რაც შეეხება თავად დაზარალებულს ჩანქსელიანს, მას ჩვენ შევხვდით ოპერაციის შემდეგ და მან ჩვენ დეტალურად მოგვიყვა ორ შაბათს მომხდარი ჩხუბის დეტალები. სამწუხაროდ ჩანქსელიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი ძმა ამ ჩხუბში მოკლეს. ნარკოზიდან გამოსულმა ლუკა ჩანქსელიანმა თავის პირველ ინტერვიუში ხელი ბაჩო სირაძეს დაადო. მან იგივე თქვა ინტერვიუს შემდეგ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც. მოკლულის ძმა იხსენებს, რომ მას სირაძემ სამჯერ ესროლა. ჩანქსელიანს სამი გასროლი და მხოლოდ ერთი ტყვია მოხდა. სირაძეა თუ ვინაცა. რა ხდება ვაკო, ვინ რას ვიტავს? რიგდებიანო და მოვერევია. და აქ მოუწყვეტაო ყველაფერს, თავზე მოუწია ბიზნეს იარაღი ამოიღო და გესროლა, ერთი სამჯერ მესროლა. და დავარდი. მე კიდე ჩემი ძმა და ბიძაშვილი გაეკიდნენ. ლუკა ჩანქსელიანის ბიძაშვილი და ამ ჩხუბის დროს დაღუპული ძმა ბაჩო სირაძეს ბოტანიკური ბაღის შესასვლელ ქუჩასთან დაეწინნენ. გეგი ჩანქსელიანი ჩვენებაში აცხადებს, რომ სირაძემ აქ კიდევ ორჯერ გაისროლა. ძმები ლუკა და ნიკა ჩანქსელიანების ბიძაშვილის ჩვენებას ოჯახის ადვოკატი ყვება. ნიკაზე სხეულის შემდეგ გიგა უკვე არ ტყავს, რამდენჯერმე უტყავს სირაძეს და ალფოს იარაღს. შესაძლებელია სრულიად, რომ ეს დაზიანება მას ამ დროს მიიღო. ეს დაპირდება ამ დაზიანებას. არის ცნობილი გამოძიებისთვის. როგორც ცნობილი არის, როგორც ცნობილი არის, გიგას არანაირი იარაღი ხელში არ გააჩნდა. უნდა ყოფილიყო საკუთარი ხელი. დედა იძახის, რომ იარაღის ფარი აქვს მარცხანა, შეიძლება წაერთნია და შესაძლოა არის ეს საკუთარი იარაღით სტარტნორი დააკრა. ამ ჩხუბში ყველაზე მძიმედ უმცროსი ძმა 17 წლის ნიკა ჩანქსელიანი დაიჭრა. ის ავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბაჩო სირაძესთან არ შეიძლება მოხელების მისვლა? თუ ტელევიზიასთან არ არა, თქვენ არაფერს შუაში არ. აბსოლუტურად ნათესავსაც კი. ბრალდებული სირაძე დღემდე ღუდუშაურის კლინიკის მე-6 სართულზე წევს. საავადმყოფოში დღეს არავის უშვებდნენ. 16 წლის ბაჩო სირაძეს სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. ეს კადრები მობილური ტელეფონითაა გადაღებული. სირაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებულის ოჯახს მკვლელობის თავისი ვერსია აქვს. ბაჩო სირაძის მონაყოლის მიხედვით ჩხუბის დროს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაისროლა. მეგობრის ვინაობას 16 წლის მოზარდი არ ასახელებს. რკინებით იყვნენ შეიარაღებოდა კასტეტებით. არც ერთი მისი ვითომ ძმაკაცი მის გვერდით არ აღმოჩნდა და სულ დაესია ბაჩოს. მე ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა დაინახა, რომ ბაჩოს უკან მობრუნდა და ისროლა. ეხა ესია. თუმცა ბაჩო დაინახა, ვინ იყო, ვინ ისროდა. ბაჩო სირაძის დაკითხვა მის მდგომარეობის გამო გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. 16 წლის მოზარდი ნაცემია. ის თავში ბლაგვის საგნით, ხელში კი იარაღითაა დაჭრილი. ვინ ესროლა ბაჩო სირაძეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ დღეს მოვახერხეთ ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწვევასთან და მთავარ თვითმკვლელთან გასაუბრება. ეს არის გიორგი ავალიანი, რომ სწორედ გიორგი ავალიანს ჩაუყენეს ჩანქსელიანები 66 სკოლაში საქმის გასარჩევად. გიორგი ავალიანს თავის სკოლებთან რაღაც კონფლიქტი ჰქონდა 2 დღის წინ. სკოლაში ორ შაბათს რისთვის მიხვედით? შესარიგებლად. შერიგება გინდა და სირაძის დედა იძახის, რომ ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და რამდენიმე შესარიგებლად ვიყავით, არა, ხელკეტები, კასტეტი, იმიტომ რომ სირაძის დედა იძახის, რომ კასტეტი აქვს მოხვედრილი ბავშვი და ხელკეტები. არა. არ ქონდეს. წესრიგილი იარაღი თუ ქონდათ? არა, შესარიგებლად ვიყავით. ამ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დასადგენია სირაძის მეგობარს ქონა თუ არა იარაღი და მოახდინა თუ არა მან გასროლა. მადლობა ლევან ჯორბენაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.